სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ დავიწყეთ 50-ე ნაწილი, რომელიც 2001 წლის 10 ივნისს იქნა ჩაწერილი. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა, რომელიც მე არ მახსოვდა, არ მომისმენია და ძალიან საინტერესო ცემს ჯონ მაკარტურის პასუხს. ლაპარაკია, შეგვიძლია გავიგოთ ჩვენი გულის мотиваცია, როცა რაიმეს ვაკეთებთ, ეს ღვთისთვისაა თუ ჩვენთვის. ძალიან საინტერესო ის არის და კიდევ ერთხელ ძალიან ესე ვთქვათ თავდაბალ პასუხს მივიღებთ ბაჭო ჯონ მაკარტურისგან და აუცილებლად პავლეც გაგახსენდება, თვითონაც იხსენეს პავლეს, მაგრამ ესეთ პასუხზე ნამდვილად გაგახსენდებათ პავლე. მეც როცა უსმენ ხოლმე ადამიანებს ქვეტექსტებით და იმებით კი არ უნდა ილაპარაკონ ადამიანებმა კიდე რაღაცა რებუსებით. უნდა იყოს გარკვეული სინათლე. დავითი როცა ლაპარაკობს რაღაცაზე, ხო, მაგალითად ცოდვებს ინანიებს. ის ღიად ლაპარაკობს და 100 კაციდან 100 რო წაიკითხოს, ხო, ყველა ერთ დასკვნას გამოიტანს, შეიძლება დეტალები არ იცოდეს რა მოხდა, მაგრამ აუცილებლად მიხვდება რომ ეს კაცი ინანიებს, რაღაცა ცუდი ჩაიდინა. ასე რომ მარტივი ლაპარაკი, გასარკვევად, ნათლად საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია და თანმიმდევრულად. არ შეიძლება ერთ დღეს შენ ესე თქვა და მეორეჯერ სხვანაირად თქვა. ტვინიერებად ადამიანებს გესმით? ტვინიერებად თუ თანმიმდევრული არ არის ადამიანი, ხო? თუნდაც ერთ საკითხებში. და იგივე საკითხი და მე გართულებულად, გავრცობილად არ არის საჭირო. ძალიან მარტივად, ძალიან კონკრეტულად, რომ ადამიანი ესე უფრო იგებს. მარტივ საუბრებს. აი მოდით მოусვინოთ ახლა რა კარ კითხვასაოს ტროი ქვია, ტროი, იცით ეს ტროი საიდან მოდის ეს სახელი, ტროის ბრძოლა და ბევრს ქვია ტროის ხოთაშორის ანგლო-საქსურ სივრცეში. გამარჯობა პასტორ მაკარტურ, მე ტროი მქვია, ჩემი კითხვა შემდეგ რამეს ეხება. მათეს სახარებაში გახსოვთ ხომ, როცა იესო ამბობს, ბევრი მოვა ჩემთან და იტყვის უფალო. და ის ეტყვის მათ რომ არ გიცნობ თქვენო, ასევე 1 იოანეს წერილში. ანუ ქრისტეს გარეთ ყოფი ადამიანები ყველაფერს სიამაყით და ყველაფერს რაღაცა საკუთარი ეგოსათვის აკეთებენ. ხოლო ქრისტეში მყოფი ადამიანი, ჩემი გაგებით, ყველაფერი უნდა გააკეთოს ღვთის სასიამოვნებლად, რათა ღმერთს ასიამოვნოს და მისთვის იყოს სასურველი. როგორ შეგიძლიათ საკუთარ გულში ჩაიხედოთ და თავად მიხვდე, თუ რა არის ღვთისთვის სასიამოვნო და რა არა. ახლა შეიძლება თქვენ თქვათ, გადარჩენისთვის რწმენის სიტყვა საჭირო. და რამდენადაც კითხულობ შენ ამ სიტყვას, უფრო ამას რწმენით გააკეთებ. მაგრამ როგორ შეგვიძლია ნამდვილად გამოვიკლო ჩვენი გული და იცოდე, რომ ეს, რასაც შენ აკეთებ, ღვთის სასიამოვნებლად არის. და ჯონ მაკარტური პასუხობს. ესე იგი, თუ თქვენ ეძებთ სრულყოფილ 100%-იან ზუსტ мотиваციას, ამას ვერ მიაგნებთ. ვერ ნახავთ იქ თქვენ გულში. და სწორედ ეს იწვევს ვიცი თქვენ კითხვას. იმიტომ რომ ჩვენს ყველა კეთილშობილ ქრისტიანებშიც კი, თუნდაც თქვა ის მე საკუთარ თავზე რო ავიღო და ერთ მაგალითს გამოვიყენებ. რამდენიმე დღის წინ ვიღაცამ კითხა. თქვენ ნერვიულობთ თუ არა ქადაგების წინო? და პასუხი იყო არა. თუ ტრულ გარემოში არ ქადაგებ მეთქი. და შემდეგ მივხვდი რომ ცოტა რაღაცა უფრო მეტი დაძაბულობაც არის ამ დროს. მაგრამ როდესაც ქადაგებისთვის ვემზადები, როცა ქადაგებისთვის დგები, ხო, კათედრაზე, ერთი უძლიერესი მიზანი მაქვს და ეს არის ღვთის ჭეშმარიტების ადამიანების გონებაში გადმოტანა, რათა ღმერთი სწორად იყოს მიღებული, გაცნობილი და თაყვანცემული. ეს არის ძალიან დამაჯერებელი მოტივი. ეხლა არის თუ არა იქ რაღაცა ნაზავი, რომ მე მიხარია, როცა მოვწონვართ და იმედი მაქვს რომ ჩემზე კარგს იფიქრებენ. რა თქმა უნდა. გულისხმობ ჩვენ ვერანაირად ვერ მივახცევთ სრულყოფილ უმანკო мотиваციას. რადგან როგორც კი ღვთის ხელს ჩვენ ხედავთ, ყოველთვის გიჩნდებათ ესეთი პატარა აზრი, რომელიც საკუთარ თავსაც აკებს. და ეს უბრალოდ იმიტომ ხდება, რომ ჩვენ დაცემული არსებები ვართ და ჩვენ ვართ ადამიანები, მოკვდავი ადამიანები. ამიტომ უბრალოდ გეუბნებით, რომ თქვენ ნუ შეეცდებით ამის ქექვას და ამის ძებნას. გახსოვთ პავლემ რა თქვა, ხო? ნახეთ, საკუთარ თავს როცა უყურებო, მე ვარ ცოდვილთა მთავარიო. ყველაზე დიდი ცოდვილი ახსენა. ახლა თუ ის ამას თავის სიცოცხლის ბოლოს ამბობს, წარმოიდგინეთ, თუ ის საკუთარ თავს ცოდვილთა მამამთავრად აღიქვას, ახლა შეიძლება დაგისვათ კითხვა. მაშინ თქვენ როგორ შეგიძლიათ თქვენ საკუთარ თავში იმის შემოწმება,
და იმის ცოდნა, ხო, ხარ თუ არა თქვენ ჭეშმარიტი მორწმუნე. პასუხი, ხოლო ჭეშმარიტი მორწმუნე დაინახავდა თავის ცოდვილობის რეალობას. ეს შეგვიძლია ჩვენ, რომ დავინახოთ, რომ ყველაზე ცოდვილი ვართ. ამგვარად ის რაც ჭეშმარიტ მორწმუნე ხედავს, არის მისი ხნის დასტური სრულყოფილებით. ხსნა დადასტურებულია, ჩვენ ხსნილები ვართ. ეს არის მისი ხსნის დასტური, რომ მას აქვს სიმართლისადმი ლტოლვა ჭეშმარიტებისადმი. და აწუხებს, როდესაც ურჯულოებას ხედავს. ასე რომ, ჩემს ცხოვრებაში ღვთისმსაქმისა და მონიანების აუცილებლობის აღიარებით, მე ვაღიარებ ჩემ ჭეშმარიტებულ ბუნებას იესო ქრისტეში. ეს არის და ეს. და დანარჩენს ნუ ეძებთ, იმიტომ რომ ვერ შეძლებთ ამას. მადლობა კითხვისათვის.